როგორ ახართ გოგონებო, იმედია ყველანი ძალიან კარგად ხართ. დღეს მოდით ნახოთ, რა გეგმები აქვს თქვენთან დაკავშირებით. და რა თქმა უნდა, ყველას უღრმესი მადლობა მინდა გადაგიხადოთ თქვენი აქტიურობისთვის, ლაიქებისთვის, რაც ძალიან დიდ მოტივაციას მაწევს და მახარებს. როგორც ყოველთვის მინდა იყოთ ყველა ბედნიერი. მოდი ვნახოთ, რა გეგმები აქვს თქვენთან დაკავშირებით, საერთოდ რას ფიქრობს ამ ყველაფერთან. მისი გეგმები ვნახოთ და რას ფიქრობ საერთოდ ამ ურთიერთობასთან დაკავშირებით. გეგმები. ნუ რა გეგმები უნდა გქონდეს, სიყვარულია გეგმა, იმიტომ რომ აქ არის თქვენ შორის ზუსტად ის გრძნობა ორმხრივი, რომელიც მას ძალიან ახარებს, აბედნიერებს. იცი რა არის გრძნობა? იმედენად მნიშვნელოვანი არის. აქ გეგმაზე მეტად მისთვის მნიშვნელოვანია ეს ორმხრივი სიყვარული. თან მინდა ვთქვა, რომ ამ შემთხვევაში კი შესაძლოა ეს ტაროც უბრალოდ ეს არკანი ნიშნავდეს კიდე თავისებურად არჩევანს, მაგრამ ამ შემთხვევაში აქ არის გრძნობა არჩევანი, აქ არჩევანი არის თქვენზე, თქვენს გრძნობას და გეგმაც ეს არის. მოდი ვნახოთ, რას ფიქრობს ამ ყველაფერთან დაკავშირებით. ნუ საოცარი კარტები ამოდის და რაც გადმოვარდა, მოდი დავამატოთ ზემოთ ესე. გადაჭარბებულ ემოციას გრძნობს თქვენს მიმართ, ხარ ქალის საოცრება. ეს ის იშვიათი მომენტია, როცა მე ესე პოზიტიურად დიდად არ ვსაუბრობ, რადგანაც არ მიყვარს არაფერი გადაზედმეტებული, მაგრამ აქ გადაზედმეტებული ემოციები, აქ გადაზედმეტებული მოთხოვნილება თქვენზე და მინდა ვთქვა, რომ რა თქმა უნდა, გეგმები აქვს თქვენთან სასიყვარულო ურთიერთობის. მხოლოდ სიყვარული აინტერესებს ამ ადამიანს და სხვა მეტი არაფერი და რეალურად ჩადებს ამ ურთიერთობაში დროსაც, ფინანსებს, ზოგი ნუ რას, ვის რა იმეტება. მაგრამ არის ერთი მომენტი ახლა, რაც არ უნდა დავაიგნოროთ. მაგალითად, თუ სამკუთხედში და ოთხკუთხედში ხართ და თქვენი პოზიცია არ არის მეუღლის, მინდა ვთქვა, რომ გაგრძელდება ზუსტად იგივე პოზიცია, რომელზეც თქვენ ხართ. ეს ერთადერთი, ნუ ამ შემთხვევაში სამწუხარო რეალობაა და ამის იქით ეს ადამიანი სხვა ფორმაც არ განიხილავს. მე რა თქმა უნდა, ყველას გელოდებით კომენტარებში და დროებით. მაგრამ სანამ დაგემშვიდობებოდეთ, მაინც რჩევა მაინტერესებს, მაინც რჩევა. თქვენ როგორ უნდა მოიქცეთ, ანუ ამ ადამიანთან დაკავშირებით? ანუ რაც თავარია ეგოიზმი და ეს როგორი მომენტი იცი რა, ჩემი ხარ, ჩემი ან მე ასე მინდა და მურჩა. ეს ცოტა შეცვალეთ ფიქრები და მიდგომა და უფრო თქვენ სტაბილურობაზე იფიქრეთ, უფრო რაც გასაშვებია უნდა გაუშვა. იმიტომ რომ მოიპოვა უფრო მეტი სიმდიდრე და უფრო მეტი საკუთარ თავის მიმართ პატივისცემა და სიყვარული და რაც შეეხება კიდე რაც უფრო მეტად გაუშვებ და გაათავისუფლებ ადამიანს თქვენი ჩარჩოებისგან ან თუნდაც ეჭვებისგან, მოკლედ ვის რა ზოგიერთ ხო წიკებია კიდე გათავისუფლეთ ამ ყველაფრისგან და ეს ადამიანი უფრო და უფრო თქვენსკენ წამოვა დიდი ემოციით, რაც უფრო მეტად იქნებით. ნუ რო არა ხარ მიჯაჭვული და რო არ ისაკუთრება, ხო იციან რომ ჩემი საკუთრება, ჩემი ადამიანი. ანუ ამ შემთხვევაში უნდა შეიცვალოს ეს ყველაფერი. შეიცვალოს ეს ყველაფერი და შეცვალოთ ყველაფერი ძველი რაც იყო. განახლდი უკეთესობისკენ და ნუ ერთადერთი რაც უნდა გააკეთო, უნდა იკაშკაშო და უნდა იყო კარგად. სხვა მეტი არაფერი. ახლა კი დაგემშვიდობებით, კოცინთ ყველას.